გამარჯობათ, კონტრჩეტევა დაბრუნდა დღეს მე და დიმა მორიგ ახალ ტალანტს გაგაცნობთ, ასევე ვისაუბროთ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე, საქართველოს ნაკრებზეც, სანაკრებო პაუზას მოგვიახლოვდა და სანიოლმა დაასახელა შემადგენლობა, არის სიახლეები, მოკლედ ძალიან საინტერესო თემები გველოდება დღევანდელ ვიდეოში. გათამაშებაც რა თქმა უნდა ჩვენთან არის, რომელზეც ბოლოში დეტალურად გესაუბრებით, 1000 ლაიქზე უნდა ავიყვანოთ აუცილებლად, რომ ჩაირთოს გათამაშების ნაწილი, საფეხბურთო მაისურების ვათამაშებთ, მოგეხსენებათ და უეჭველი ვიყუროთ, ამიტომ ბოლომდე დღევანდელ ვიდეოს. ტალანტით ვიწყებთ, დღეს წარმოგიდგენთ მეკარეს და გვეყოლება ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მე ესე დავახასიათებ სუბიექტურად, ძალიან მაგარი შანსები აქვს, რომ თავისი უნარების განვითარების შემთხვევაში თუ ასე გააგრძელა, სრულყოფილი მეკარე მივიღოთ რა და რატომ და როგორ, ამას ახლა დიმა დაიწყებს. გამარჯობა, დღეს ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს ამპლუით მეკარის საბ ასაინძეს გაგაცნობთ, რომელიც ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის მეკარია, კაპიტანია და ძალიან ნიჭიერია და ბევრი უნარი აქვს იმისა, რომ მაღალი დონის მეკარე გახდეს. ვიდრე საბას დეტალურ განხილვაზე გადავალთ, ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი კომენტარები და ამპლუით მეკარი შევარჩიეთ, ძალიან გამორჩეული ბიჭია საბა. ყოველთვის ან მთელი ბავშვობიდან მოყოლებული, ანუ თავის თაობას უსწრებდა რა განვითარების ტემპით, ფიზიკური განვითარებით და ამიტომ იყო რომ ყოველთვის უფროსებში თამაშობდა, იგივე წინა სეზონში 16 წლის ასაკში შედგა მის დებიუტი პროფესიულ დონეზე და სადებიუტო თამაში დათა სიჭინავს, ვინც საუკეთესო ალბათ სტანდარტულებში საქართველოში, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც, 2 პენალტი ავიღო და ესეთი რაღაც განსაკუთრებული დებიუტი ჰქონდა. მანამდე იყო იგივე 17 წლამდე ნაკრებში თამაში, სადაც 14 წლის ასაკში თამაშა და ძალიან და მეკარისთვის ხაზი გაუსვათ მაგას, რომ ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ფიზიკური მონაცემები ყველა პირველ ლიგში მეკარეს მოეთხოვება რა და ამ ასაკში, რავი, ძალიან ძნელი არის, რომ 2 და 3 წლის უფროსებში ითამაშო. მისი აღზრდელი მწვრთნელი არის დავით დათუაძე, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს საბას განვითარებაში შეტანილი. ყოველთვის ცდილობდა რომ საბა გამხდარიყო მაქსიმალისტი, კმაყოფილების განცდა არ ქონოდა და ყოველთვის საკუთარი თავისგან მეტი მოეთხოვა და აი ამის აქედან გამომდინარე საბა ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა დროდადრო წლებიდან წლებამდე და იგივე ის ფაქტი რომ 17 წლამდე ნაკრებში ათამაშა 14 წლის მეკარე ძალიან ისეთი შთამბეჭდავი ამბავია. დობა ჭირდება და დაინახა უნდა მისი უნარები პირველ რიგში. ხო პენალტებზე თქვით უკვე წეღანო ფაქტიურად არ უშვებს 11 მეტრიანებს, ეგ ამ ასაკიდანვე რომ ეგ უნარი აქვს უკვე მაგარია, იმიტომ რომ ბევრი მეკარე გვინახავს რა იგივე მამარდას შემთხვევაშიც და სხვების შემთხვევაშიც, რომ მერე ხვეწენ და ამუღამებენ ცოტა რა და ეს 13-14 წლიდან უკვე ისეთი ნახტომი აქვს და ისეთი რეაგირება აქვს კარის ხაზზე, რომ ძალიან წინ არის ამ ამბავში. კიდე ფეხით თამაშსაც გაუსვათ ხაზი, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები ძალიან მაღალ დონეზე და თუ დაუშვათ არ იცნობთ ამ მეკარეს და თამაში ჩართე პირველად, შეიძლება გაგიჭირდეს განასხვავა, რომელი ფეხით თამაშო, ვერ მიხვდები რა, ცაცია თუ მემარჯვენეა, მარჯვენა ფეხით თამაშობს, მაგრამ სუსტ ფეხსაც მაგრად იყენებს ამოტანის დროს. ფეხით თამაშს ემდა ხაზი გაუსვა. დავით დათუაძემ დიდი საფუძველი ჩაუყარა და შემდეგ უკვე ლოკომოტივის შოცა გადავიდა. დაახლოებით 2 წელია დანტე ჩალიგავასთან მუშაობს, მეკარების მწვრთნელია და მარცხენა ფეხი აი ამ ბოლო 2 წელში ძალიან გაუმჯობესა და ამიტომაც არის რომ ეგეთი საბეჭდილება გრჩება რომ არ ვიცი რომელია მისი სამუშაო ფეხი. მოკლე პასი, გრძელი პასი, ყველაფერი და ხო, საგოლე გადაცემაც უკვე გააკეთა და ხედავთ კადრებსაც. ძალიან მაგრად გოლიც თვითონ ძალიან ისეთი იყო რა, სანახაობრივი იყო შესრულებას ფორვარდის. რავი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იბერიასთან და ამ გოლით მოიგეს ეს თამაში. ამ წინა წლებში იყო ხოლმე რომ მეკარებს არ ანიჭებდნენ რა დიდ მნიშვნელობას რომ ფეხით კარგად ეთამაშა საქართველოში, მაგრამ ეხლა უკვე ტენდენცია სხვანაირია და ეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნა რაც არის, ამას მიყვებიან. იგივე ვინც იყო ეხლა საბას მწვრთნელი დავით დათუაძე, შემდეგ უკვე ლოკომოტივში გეგუჩაძე იყო წინა სეზონში, ამ სეზონში ლევან ყენია, ყველა ითხოვს რომ ფეხით კარგად ითამაშო რა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მწვრთნელებისგანაც არის ეს მოთხოვნა. და ესეც რა თქმა უნდა დაეხმარა, პლუს დანტესთან მუშაობა და ძალიან კარგად თამაშობს ფეხით, ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაშობს. ეს დავამატე რომ დავით დათუაძეს როცა ვისაუბრეთ, აღნიშნა რომ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, აი პასის კონტროლი კვადრატით და შემდეგ გამოიყენა მინდვრის მოთამაშეებთან და იქ გამოჩნდა დაინახა თუ რა ნიჭი ქონდა ფეხით თამაშის და ეს მის სტილს აი უფრო გერმანული სკოლისკენ მიყავს მიდის, აი ტაშტეგენი ნოიერი რაღაც მსგავსი უნარები აქვს და მაგიტომ გვაქვს იმედი რომ მაქსიმალურად დახვეწ და ჩვენს გვეყოლება ქართველებს, საქართველოს ნაკრებს ესეთი დონის და სტილის მეკარე. იგივე მამარდას პრობლემა რაც არის ფეხით თამაში, აი უფრო საფუძველში უნდა ჩაიყაროს და მე ძალიან რთული 20-22 წლის ასაკიდან ფეხით თამაშის გაუმჯობესება ძალიან იშვიათად. ბევრად უფრო გიჭირს და წვალობდა დროში გეწელება ვიდრე ამ ასაკიდან, როდესაც გთხოვს შენი აღზრდელი მწვრთნელი. კი ბატონო. აი დანტესთან მუშაობასთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა მინდა რომ წონის პრობლემა ქონდა, ანუ ცხიმი ქონდა ბევრი რა, 17 და ძალიან ბევრი იმუშავა, იშრომა და ეხლა აქვს 9 და რაც ძალიან კარგი შედეგია და
სწორედ ამ განაპირობა ისიც რომ უფრო ათლეტური გახდა მისი სხეული. და სწრაფი გახდა ამავდროულად. და ძალიან მაგრა თამაშობს ხაზზე და რეაგირებაც აქვს, კადრებსაც ხედავთ, რა ბურთებს იღებს და იმ ყველა უნართან ერთად რაც ჩამოთვალეთ, ეს პირველ რიგში მოითხოვება მეკარეს რეაგირება და ხაზზე თამაში. და იმიტომ ვახსენე შესავალში სრულყოფილი მეკარე, რომ რაც მოეთხოვება თანამედროვე მეკარეს, გამოსვლაზე თამაში, ხაზზე თამაში, ფეხით თამაში და პლუს პენალტებშიც მაგარი რო არის და ამავდროულად კაპიტნის ხასიათიც აქვს, რაღა დარჩა მეტი, ხო? თავდასხმაში ვერ დადგება, ეხლა და გოლს ვერ გაიტანს. შეიძლება იგიც დაამატოს საომავლოდ. და მგონი ისეთი პროდუქტი არის, რომ აი შენ ამბობ ხოლმე, ხშირად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალსაც და სწორნაბიჯებსაც კარიერაში. ყველაფერი თუ ისე წარიმართა და სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდა, თავის შრომის უნარებაში ეჭვი არ გვეპარება, აი ამ უნარებს, რაც აქვს, მაქსიმალურად დახვეწს, განავითარებს და საომავლოდ ძალიან მაგარ მეკარეს მივიღებ და ამის იმედი მაქვს პირველ რიგში და ეს სპორტული ფორტუნა და ეს გამართლება ისეთი რამ არის, რომ ეს წინასწარ ამას ვერ გათვლი და ვერ განსაზღვრავ რა. შენს თავზე რაღაცები დამოკიდებულია, მაგრამ არის გარეშე ფაქტორები, რასაც შენ ვერ აკონტროლებ რა. მენტალურ მხარეს მინდა რომ კიდე ახლა განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი მწვრთნელებმაც, მისმა ორივე მწვრთნელმა აღნიშნა იქ რომ რა პასუხისმგებლიანია და კაპიტანს რაც მოეთხოვება იმ უნარებს ფლობს რა. არ წდება ისეთი ხისტი ხასიათი აქვს და მეკარე პირველ რიგში უკნიდან უნდა დაუზახოს გუნდელებს. ეგ მოეთხოვება მეკარეს და ეგ გამოარჩევს შრომის უნარიანობა და ძლიერი ხასიათი. აი დანტე ჩალიგაოსთან მუშაობასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მინისკის ოპერაცია გაიკეთა და როცა ასეთ ოპერაციას იკეთებ, მე რეაბილიტაცია ძალიან ისეთი აი ძალიან დიდი ნერვები ჭირდება და მოტივირება და მიზანდასახულება, რომ ექიმები რასაც გეუბნებიან, ყველაფერი გაითვალისწინო, რომ შემდეგ სწრაფად დაბრუნდე და იმდენად კარგად გაიარა ეს რეაბილიტაციის პროცესი, რომ სწრაფად დაბრუნდა, ბურთით თამაში კარგად ჩაერთო და შემდეგ უკვე ფორმაში შევიდა და აი საქმეს რომ მივუძღვნი რა თავს. აი ეგეთი დამოკიდებულება გამოავჟღავ და ბავშვობიდანვე ასეთი დამოკიდებულებით იყო. მამარდასთან მინდა პარალელი გავავლო იმ კუთხით, რომ აი რაიმე შეცდომას თუ დაუშვებს, მამარდას ჰქონდა ეგეთი მომენტები, რომ შეცდომას რომ დაუშვებ და სწრაფად ივიწყებ და ამ მომენტს და ეგრევე თამაში ერთვებოდა და საბავშვოთვისაც ეს არის დამახასიათებელი, რომ თამაშის დროს თუ თქვა შეცდომა დაუშვა ან გოლი გაუშვა ან რაღაც წარუმატებლობა არის, სწრაფად ახერხებს ამ მომენტის დავიწყებას და თამაში დაბრუნებას. ძლიერი ხასიათი. ძლიერი ხასიათი. ამაზე უსვამს ხაზს ეგ და მოკლედ რავი. სრულად შევკარით მე მგონი მისი უნარები ფიზიკურობიდან დაწყებული მენტალიტეტით დამთავრებული. ანუ მთავარი ხარ არის შრომის გაგრძელება, ჯანმრთელობა და სწორი კარიერული გადაწყვეტილება. ლოკომოტივი აქცენტს აკეთებს 19 წამდე ლიგაზე, ნუ აქედან გამარჯვებული შემდეგ თამაშობს UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგის ვარიანტია 19 წამდე ჩემპიონი, 19 წამდე ფეხბურთელებს შორის. და პირველ ადგილზე არიან, საბას ძალიან მაგარი სეზონი აქვს, 10 თამაშიდან 8-ში გოლი არ გაუშვა და კვირას არის დინამო ლოკომოტივი ძალიან საინტერესო თამაში იქნება. ურჩევ ჩვენს გამომწერებს მივიდნენ ახონ საბას თამაში ცოცხლად და ძალიან თავად არწმუნდნენ ყველაფერში. ძალიან მოეწონებათ. და ბოლოს დავამატებ, რომ ეხლა არის 1.89 და ნუ გენეტიკიდან გამომდინარე ოჯახისწორები მაღლები არიან და ასაკიდან გამომდინარე არის მოლოდინი რომ მინიმუმ 3-4 ან 2-3 სანტიმეტრი გაიზრდება, რაც უკვე ძალიან კარგი სიმაღლეა. სასურველი არის მეკარისთვის კი და უფრო სრულყოფილ მონაცემებს მიაღწევს. გადავიდეთ ახლა ქარდზე და გავაცნოთ მაყურებელს საბას მონაცემები და დავიწყოთ. ნახტომი 83, ხელით თამაში 81, ფეხით თამაში 80, რეფლექსები 82, სისწრაფე 50, პოზიციის არჩევა 82 და საერთო მონაცემები 82. 82. ახლა ეს ყველაფერი ნახეთ და უკვე გადავიდეთ ჩელენჯზე და პირველი შეფასებები გვაინტერესებს ჩვენი ჩელენჯის და თვითონ საბას უნარების.
გატანა მინდა და ვერ გავიტან პანენკას არ გადახტები. მოდი, მამუკა და სანახაობა რავი. მაგარ შევთავაზებელ სიტყვებია. მოვიდა ჩვენი ქარდის წარდგენის დრო. ჩაიბარა შენი მონაცემები. რამდენად აწევი ხა იგო ინტერესებს შენი ამბავი? მოდი, შეატრიალე კამერისგან. ეს ცოტა ავწევდი. ფიქს, დავიწყოთ კითხვები ხა? ხო დაწევდი რომ პირველი დასახი. სისტრაფე კარგად. სისტრაფე კარგად არის, ხო? კი, ვიჯებას არ მისცეს. მეკარებს სხვადასხვა ისტორიები აქვს, როდის და რატომ დადგენ კარში. შენი ისტორია როგორია? რატომ გადაწყვიტე მეკარე უკვე? ბავშვობიდან 5 წლიდან პირველივე კარში ჩავდეგი რაღაცა. დიდი მიზეზი არ მქონდა რა. მომინდა და დავდეგი რა. მაგის მერე ესე გავუწევ. აი ყოვინა მეკარე დაგევასდა და უფონი მეასებოდა ბავშვობიდან ძალიან. აი თავისუფალ დროს რომელი მეკარის ვიდეოებს უყურებ, აი სწავლის ამბავში რა რაღაცები გადმოიჭრა. ფეხის ამბავში ტესტეგერი უფრო ძირითადად მაგფრი ტესტეგერი არის და ისე უფრო ძველი მეკარეებია ბუფონი, კასილოსი, სეივი. აი დონარუმა, ნოიერი, კურონა. დონარუმა ახლა ჩემთვის საუკეთესოა ჯერჯერობით. ძველ მეკარეებს თუ კარგად იცნობ და აკვირდებოდი მათ თამაშებს, ეგეთი ხოლმე გისვამ. კასილოსი, ბუფონი და ნოიერი იყოს მესამე. ერთი გაყიდე, მეორე თადარიგში დასვიდა, მესამე ზეითაჩი იყოს. კასილოს დავტოვებდი. სათადარიგოზე არა არა, საერთოდ გარ. ბუფონი სათადარიგოზე. შეშეთქრული პასასკოლი. კი. დაიწვა. ბუფონი სათადარიგოზე ნოიერს გავყიდი. ნუ ფეხი თამაში გევასებო გასაგებია. შენ დებიუტი ხო განსაკუთრებით ორი პენალტი მოიგერია. თან დათასეჭინებას აუღე ორი. რაიმე ის გაგხერხი რო იღებ მიმართული დაწვის მიმართულებას რო გამოიცნობ თუ ინტუიციის ამბავი. მომდე მივენდე მარცხენა კუთხეს და ორივე იქით წამოვიდა. აი მეკარისთვის ყველაზე რთული რა არის თამაში პროცესის დროს ყველაზე უხერხული და ისე გასაკვლავებელი რა რთულად. ყველაზე რთული არის ნაკლებად ჩართული რო ხარ თამაშში და უცბად რაღაცა მოდის რა, აი მაინც რო გათიშული ხარ მომენტი და უცბად გიწევს ჩართვა რა თქმა უნდა. ანუ ეს მაინც მეკარე რო ხარ და ახლა რაღაც ეგეთი არის. ო რა. ანუ ეგეთი თამაში უფრო რთულია ვიდრე ჩართული ხარ ამ თლიან თამაშში და უფრო ხურდები იმ დროს კი. ხო, კი, ჩართული ხარ ბოლომდე. აი ამ სეზონში ქონდა ბევრი კარგი პასი, მაგრამ ერთი იყო გამორჩეული. ასისტი იყო, ეს პირველი ასისტი იყო. მანამდეც იყო, მაგრამ ამ სეზონში პირველი იყო. ჯერჯერობით ერთი. თან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იბერიასთან. კი. აკადემიის როლზე რა თქვი შენი განვითარების თემაში, რამდენად კარგად მივდივარ. იზრდები? კარგად, აიხანია, მესამე წელი დაიწყო ახლა ლოკომოტივში ვარ და დღითი დღე ავდივარ წინ და წინ, ვცდილობ რომ ავიდე. ოცნების კლუბი რომელი არის შენი გრანდებიდან? სადის სურვილი? ბავშვობიდან ბარსელონაში ვიქნებოდი. ბავშვობიდან მაქვს სურვილი რომ ბარსელონაში. ესე ძალიან ყველგან წავიდოდი ევროპაში. ეროვნულ ნაკრებში რანაირად ითამაშებ? არა აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა? სულ 99 იყოს, მაინც თავარია რომ ვითამაშო. დღეს რომელ აი წვრთნელი და მეკარე მითხარი, რომელსაც სურვილი შეხვდე და ამ კითხვა დაუსვა ისეთი რჩევის ამბავში. ვისგან მიიღებდი მაგ რჩევას, რომელი წვრთნელისგან და მეკარისგან? თუ კიდე ძველები. ბუფონისგან. წვრთნელი მეკარეების თუ ის არა, ისე წვრთნელი იყოს. ისე წვრთნელი? მეკარეების წვრთნელს ესე სახელებით. ანჩელოდი მაშინ. ანჩელოდი და ბუფონი. წავსავაწევინებთ. წარუმსაწევ ყველაფერს აგვარებს. კი. აი ფეხი თამაში, ფეხი ძალიან მაგრად თამაშობ და ამ დამატებით ვარჯიშობდი ხო ალბათ. თუ როგორ იყო, რაიმე ხერხი ქონდა. ძირითადად უბრალოდ ვარჯიშობდი რომ რაც შეიძლება შორს ამეტანო და ზუსტად რა. ესე რაღაცა ფიზიკურად რაღაც მომზადებულიყავი არა. აი თავიდანვე ეგრე იყო თუ მე რაღაც გარდამტეხი ეტაპი იყო და ძალიან განავითარე ფეხით. ბავშვობიდან მქონდა 9-9-ზე მაგ გოლებს ვიტანდი ხოლმე საჯარიმოდან და ჩემი საჯარიმოდან. ისე სხვა არაფერი რა. ნელ-ნელა განავითარე ფეხით. სხვა პოზიციაზე არ გითამაში. არასოდეს. სრულწმენები რამე სპორტული ხო არა გაქვს? არაფერი. არაფერი. მაგ საკითხი ძალიან ისევა. წარმატებებს გისურვებ. ძალიან სასიამოვნო იყო შენი შორიდან გაცნობა და ეხლა ლაივში. ჩვენი ესე პროგნოზი არის ამჟამინდელი ეს და დანარჩენი უკვე ზემოთ ახვალ დარჩები გემო მაგას გადავნებ თავს. აქვე ვართ ახლოს. იმედია რომ მაღლა და მაღლა იქნება. უეჭველი. აუცილებლად. და დიდი მადლობა აკადემიას დროის დათმობისთვის და შენ დიდი მადლობა თქვენ. და ბიჭებს რა თქმა უნდა, რომლებმაც საკმაოდ
შენს გაწვალეს და შენსაწვალე და კაი ჯახი იყო. ჭაბრას და მელაშას. დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო უეჭველი და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი კომენტარები გამოუშვით რა აზრის იყავით ჩვენი დღევანდელი ჩელენჯების მიმართ. წინ კიდევ ბევრი მაგარი ვიდეო გელოდებათ. მე უკვე 2 პენალტი შევაგდით და ეხლა შემდეგ ვიდეოში მესამეს გავიტანთ. როგორ მოგეწონათ ჩვენი ჩელენჯი და საბას მონაცემები მოკლედ ყველაფერი შეაფასეთ და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი პროფესიონალი ლიცენზირებული ბავშვთანწვრთნელი არჩილ კორღალიძე, რომელიც უკვე მეორე ვიდეო რაც გვეხმარება და ჩვენ ჩელენჯები და ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო და ესეთი დინამიური გახდა და თუ გაქვთ სურვილი ამ ხრივ მეტი გაიგოთ არჩილის და მის საქმიანობის შესახებ ყველაფერი ხედავთ კაცისთან აღწერა ქვემოთ ვიდეოს ქვემოთ ლინკები არის მისი სოციალური ქსელების გვერდები. ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილებზე, რომელსაც ასევე დიდი ინტერესით არის მაყურებელი, უეჭველი უნდა დაალაიქოთ გეტყვით დღევანდელი ვიდეო 1000 ლაიქამდე უნდა აიყვანოთ, რომ გათამაშება ჩაითოს, რომელსაც ბოლოში დეტალურად გესაუბრებით. გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი, ეგეც მცირეა, რაც შეგიძლიათ მთლიანად კონტრშეტევის გუნდის შრომა რომ დააფასო. ვილსანიელმა დაასახელა შემადგენლობა ამ ეტაპზე განსაკუთრებული შენიშვნები რა თქმა უნდა გვაქვს და პროცესია ამას ვერ გავექცევით, თუმცა იყო მოლოდინი რომ უარესი ყოფილიყო შესაძლოა და რატომ ამას კონტრშეტევის და სრულწლიანის მაყურებელიც ხვდება ამ ყველაფერს. გონი დიმა ერთს ვიტყვი რომ ნელ-ნელა ვემთხვევით ჩვენ და ვილსანიოლის ეს ტენდენცია და კარგია რომ რაზეც საუბრობთ, განვიხილავთ, მოთხოვნა გვაქვს ჯანსაღკრიტიკა და შემდეგ სანაკრებო პაუზებზე თითქოს გათვალისწინებულია ყველაფერი. ტაქტიკის სვლა ეს ერთი 5 წელზე დაბრუნება, რაზეც ძალიან დიდი ხანი ვსაუბრობთ სრულწლიანში და კონტრშეტევაში აგერ დიმამაც ძალიან დიდი ხანია წამოჭრა ეს საკითხი, რომ ირაკლი ეგონიანი უნდა ყოფილიყო ეროვნულ ნაკრებში, იმიტომ რომ ჩვენს ნახევარდაცვას სერიოზული პრობლემები აქვს ტრავმიანობიდან და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობიდან გამომდინარე და ესეთი კადრი, რომელსაც აქვს ფანტასტიკური სეზონი ჰოლანდიის ერედივიზიონში, უნდა ყოფილიყო დიდი ხნის წინ ეროვნულ გუნდში. ზოგადად ძალიან რთულია ვილსანიელზე ვსაუბრობთ, შენიშვნები არ იყოს. შენიშვნები არის რა თქმა უნდა, მაგრამ დადებითი მომენტია ის, რომ ირაკლი ეგონიანი გამოიძახა, ძალიან კარგი სეზონი აქვს. უნარები აქვს ძალიან კარგი, იმიტომ რომ პრესინგში ძალიან ძლიერია და შეტევაში ძალიან კარგია და აი დაბალანსებული ნახევარმცველია რუიანი რა, ბოქს-თუ-ბოქს ნახევარმცველია და ჩემი აზრით ძალიან ძლიერი კონკურენტი გამოიჩნდა სხვა ნახევარმცველებს. განსაკუთრებით ჩაკვეს პოზიციაზე შეიძლება მისი გამოყენება კლუბში დაახლოებით მაქს სივრცეში მოქმედებს და ასევე ხარებაშვილის გამოძახებაც უნდა ვახსენოთ. ეს უკვე საინტერესოს ხდის, დღეს ამ თემის გაშლა რთული არის ესე დაუსწრებლად და თამაშის გარეშე. საინტერესო ხდება ტაქტიკა რა, იმიტომ რომ ხარება მოგეხსენებათ მარცხენა მცველი არის 4 მცველიან სისტემაში. უნივერსალია და კარგი ბიჭია, ცენტრში თამაშობს საყდენადაც მარცხენა მცველად, მაგრამ მაინც მაინტერესებს თუ ათამაშა რა პოზიციაზე გამოიყენებს, რომელ სქემაში ამ ყველაფერს 2 და 5 ივნისს ვნახავთ. მცველთან დაკავშირებით მინდა თქვა ჩემი აზრი, ზოგადად კარგი იყო ის, რომ წინა შეკრებაზე გამოიძახა მცველები, ახალი მცველები, რომლებიც შემოდიან უკვე კონკურენციაში ნაკრებში, მაგრამ ჩემი აზრით სანდრო ნარიმაინძე იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში ადგილს. იქიდან გამომდინარე რომ პოტენციალით ძალიან მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია. ბურთი ძალიან კარგია და შეტევების დაწყებაში ძალიან კარგი მონაწილეობა შეუძლია მიიღოს და პროგრესირებს ან მუდმივად თამაშობს სლოვაკეთში თასი მოიგო და სტაბილურია და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. 21-ში მაგრა ითამაშა ეგეც. აქედან გამომდინარე ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოს სანიელმა ნარიმაინძე ეროვნულ ნაკრებს, რომ ის ძალიან რთულია რომ შემდეგ უკვე რაღაც უცებ ჩაჯდომა უცებ ჩაჯდომა რაღაცა რომ მე თურქეთთან და შოტლანდიასთან თამაში გიწევს ძნელია რომ ესე ამოიწიო და შეუთამაშებლად ჩაჯდე ეროვნულ ნაკრებში. თქვენ რას ფიქრობთ ეხლა მარტივად კომენტარები დაწერეთ, დიდი ინტერესით ველოდებით ამ სანაკრებო პაუზაზე და ახალწეულებზე რა მოლოდინები გაქვთ და ჩვენს ჯანსაღკრიტიკას ეთანხმებით თუ არა. ახლა გადავიდეთ იმა ეროვნულ ლიგაზე, ამასაც ასე ვითხოვდა ჩვენი მაყურებელი და უნდა შევეხოთ ჩვენს ჩემპიონატს, არის სიახლეები ტორპედოს და დინამოს გამოცოცხლების ნიშნები შეეწყოთ, სიახლე არის ორივე გუნდში ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მხრივაც და ნელ-ნელა დავიწყოთ, მოდი ტორპედოთი დაიწყე შენ. ტორპედო დიეგო დეისაძეს გამოვარჩევ, რომელსაც ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს, მაღალია, ფიზიკურად ძლიერია, სწრაფია ამავდროულად და ბურთთან ძალიან კარგია. ანუ ბევრი კარგი თვისების სინთეზია რა დიეგოში, რაც ქართულ ფეხბურთელებში მე ძალიან იშვიათად მინახავს, მაღალი ფიზიკურად ძლიერი და თან სწრაფი ფეხბურთელი და თან ბურთთანაც რომ კარგად იყოს. როცა მეტოქე იწყებს შეტევას, დიეგო პრესინგში ძალიან კარგად მონაწილეობს და ძალიან უშლის მეტოქეს რომ შეტევა კარგად დაიწყო. ამას გარდა საგოლე მოქმედებების დააგროვა, იგი ბათუმის დინამოსთან გოლი იყო. ალბათ ამ სეზონის საუკეთესო გოლია ჯერჯერობით, ძალიან მაგრად შეასრულა.
მეშახტესთან გოლი თავით, იბერიას გაუტანა, ჩემპიონი იბერიასაც გაუტანა და ანუ მოკლედ პროგრესირებს. ეხლა ზოგადად უნდა იყოს სწორი მოლოდინები და დიეგოსაც აქვს სწორი მოლოდინები, რომ დღეს ეხლა ეროვნულ ნაკრების დონეზე არ არის. მაგრამ იმდენად კარგად მიდის და აი ეს სათამაშო დრო მიიღო, დობა მიიღო, რაც მას აკლდა რა. ეს მიიღო და ეს უკვე მის თამაში ძალიან კარგად აისახა. პროგრესირებს და თან ევროტურნირებიც იქნება. გამოსლებას დააგროვებს და მე მგონია რომ წლის ბოლომდე გაცილებით მაღალ დონეზეავა და ნუ მოკლედ თან პროფესიონალია ძალიან უძღვნის თავის საქმეს თავს. გარდა ამისა, მინდორს მიღმაც ძალიან ისეთი ბეჯითი ტიპია რა. მაგალითად აი პოლონეთში ცხოვრობდა, პოლონური იმდენად კარგად ისწავლა, რომ ეს გრამატიკა ის პოლონელებმა არ იცოდნენ კარგად, იმდენად კარგად საუბრობდა ეს პოლონურად. ანუ მაქსიმალურად საქმისადმი მის დამოკიდებულებას კარგად ასახავს. ხო, იმიტომ რომ ახალ ქვეყანაში გადადიხარ, ახალ გარემოში იმ კულტურასთანაც უნდა კონდეს რაღაც თანაზიარება რა, იმიტომ რომ ის ენა უნდა იცოდე. ხა ინგლისური შეიძლება იცოდე, მაგრამ პოლონური მაინც ბევრმა იცის და უფრო კარგად ადაპტირდები გარემოსთან. ფაქტობრივად ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ მაღალ დონის ფეხბურთი ითამაშოს. უბრალოდ ჭირდება დობა, შრომის გაგრძელება და ჯანმრთელობა. და ნუ შემდეგ სწორი კარიერული გადაწყვეტილება, რაც ყველა ფეხბურთელს ჭირდება რა. როცა დიეგოს თამაში ვნახე პირველად, მაშინ იყო პოლონეთის მე-6 ლიგაში თამაშობდა და ძალიან დიდი პოტენციალი დავინახე მასში. ნუ ძალიან საინტერესო ისტორია, შტამბეჭდავი ისტორია და ვისაც აინტერესებს შეუძლიათ რომ საიტზე ნახონ ეს სტატია. დინამო თბილისს რაც შეეხება, თემურ ქეცფაია დანიშნეს და ამაზეც მაყურებელი ელოდება ჩვენს პოზიციას და ზოგადად მოლოდინები გაიზარდა დინამოსთან მიმართებით, რომ ნუ ქეცფას ფაქტორიდან გამომდინარე და პირველი რაც აი ამ მოკლე დროში შეიცვალა, რა თქმა უნდა, წაუგებელი სერია ვერ გავიქცევით ეს ჩანს და უკვე რომ სამეულში შევიდა დინამო და საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდა სად იყო გვახსოვს ეგ. რა თქმა უნდა, ეგ არის ქეცფაიას დამსახურება და პირველი რაც შეიძლება აი ესე მოკლე დროში შეფასების მხრივ ითქვას, არის დამოკიდებულება მწვრთნელის და ფეხბურთელების ანუ საპასუხო ქმედება შემდეგ რა. ზოგიერთი ფეხბურთელი გუნდში გაცილებით მეც დარბის და მოძრაობს და გადაადგილდება, ვიდრე აქამდე იყო და ეს თუ დინამოს მატჩებს თქვენ უყურებდით და ახალს ადევნებთ თვალს, შეამჩნევთ და რაც აკლია ქართულ კლუბებს და დღემდე ეს არის მოუგვარებელი პრობლემა, ფიზმომზადება 90 წუთი უმაღლეს დონეზე გადაადგილება. ეს იყო, არ ვიცი, როდესაც იწყება, მოდი ზაფხული და შესარჩევები იწყება ევროტურნირების ეს ჩანს რა. ინტენსიური თამაში. ძალიან გვაკლდა ეს ყველაფერი და აი ამ ხრივ მე რაიმეს ხავსიო იყვია რა. ეს თუ არის ხელჩასაჭირი, რა თქმა უნდა, გრუბლებში არავინ არ მიდის და ილუზიების შექმნა სისულელეა ჯერ და თვითონ ქეცფაც ესე პრაგმატულად უდგება, რომ დრო და წლები არის საჭირო და იმედი მაქვს, რომ კლუბი ხარსაულბავს და ჯერჯერობით ასეთი პირობა ჩანს. რაღაც ელემენტარული წინსვლა იქნება და ეს ინტენსივობა ქეცფას ხელში მოიმატეს, იმიტომ რომ როგორი წესრიგის მოყვარული და კაცრი ხელი აკლდა გუნდს რა. ბოლო წლებში რა გადაწყვეტილებებს მიიღო დინამომ პირველ გუნდთან მიმართებით არაფერმა არ გაამართლა და ამ ხრივ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვნახოთ ან სატრანსფერო მხრივაც რა შევსება იქნება. თავად ქეცფაიამაც ახსენა, რომ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას სჭირდებათ და ახალგაზრდებს რო ენდობა, იგეც უკვე თორნიკე კვარაცხელიას დებუტიდანაც ნახეთ და ამ ხრივაც კიდე მეტ სიახლეს ველოდებით. ნუ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, კვარა ასე დონეზე ავიდა, ოქროს ბურთია საუბარი და აი საკლუბო ფეხბურთში არაფერი ისეთი საინტერესო პროექტი არ დაწყებულა რა. ანუ ვერაფერი ვერ ნახეთ ამდენი წლის განმავლობაში. ნუ ეხლა ბათუმის დინამოში ძალიან კარგი ძვრებია და იმედი მაქვს, რომ დიდი ჩავარდნის შემდეგ დიდი პროგრესი იქნება. ძალიან პროფესიონალი ხალხი მივიდა ამ გუნდში და იმედი მაქვს, მაგრამ ნუ აი ამ ეტაპისთვის ისეთი პროექტი, რომელიც წარმატებული იქნება და ამდენი წლის განმავლობაში, ანუ კვარაცხელიას წარმატება არ გადაითარგმნა არაფერში რა. კი, და ძნელია ზოგადად, რომ ესეთი ლეგიონერი რო ყავს, შენს შიდა ჩემპიონატს რანერეთ უნდა გამოიყენოს, თვითონ მეტი რა უნდა გააკეთოს, ხო? აქ დასაქმებულმა ადამიანებმა, ვინც ქართულ ფეხბურთს, საკლუბო ფეხბურთს ქმნის, სწორი გეგმის გარეშე და დამოკიდებულების გარეშე წარმოუდგენელი პირველ რიგში დობა და დრო რა. ხვალ ვიღაც დანიშნო მწვრთნელი ან ფიზმომზადების მწვრთნელი ჩამოიყვანო და ხვალვე მოთხოვო შედეგი და მე 6 თვეში გაუშვა, რაც ხდებოდა ბოლო 15 წლის განმავლობაში სიგიჟეა უბრალოდ ეს თუ არ შეიცვალა, გამორიცხულია ისე რომ ვიღაცებს დავეწიოთ რა. მე ხა უმცირესობაში ვარ, რასაც ვიტყვი. მოკლედ სისტემა არ მომწონს მე, ანუ ნებისმიერი კლუბი არის ბიზნესი რა, მე ესე უყურებ ფეხბურთს. ნებისმიერი კლუბი არის ბიზნესი. როცა რაღაც X თანხა იცი რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩაგერიცხება, ანუ ეს ფონდი რო არსებობს რა, ვინმეს რო გღაცებს რო გონიათ ეს განვითარების ფონდია, რეალურად პირიქითაა რა. ანუ კლუბებმა იციან რომ ნებისმიერ შემთხვევაში განუსაზღვრელი ვადით X თანხა ერიცხება, ანუ არსებობას აგრძელებს.
კლუბებმა უნდა იგრძნონ, რომ ხვალ თუ სწორად არ იმუშავებენ, აღარ იარსებებენ. ანუ კლუბები უნდა დაჩნდნენ დამოუკიდებლები. ან თქვათ უთხრათ, რომ 2 წლის მერე ამ თანხას ვეღარ მიიღებ და დაიწყოს ნელ-ნელა მუშაობა იმაზე, რომ 2 წლის შემდეგ როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ხო, ეგ უფრო სწორი მიზეზია. რა თქმა უნდა, ეს დაიწმინდება და ეცოდინებათ. ხო, ანუ რა თქმა უნდა, ეს არის მყინვარული პროცესი, მაგრამ თუ გვინდა რომ მართლა ბიზნეს პროექტები შევქმნათ, მაშინ ესეთი მყინვარული პროცესი უნდა გავიაროთ. სხვა შემთხვევაში ეს არის, რა ვიცი, мотиваციის მოკლა. ხო, мотиваციის მოკლა. ან ადამიანს აი ბუნებრივი იმპულსები უნდა ქონდეს რა, რომ განვითარდე და წინ წახვიდე და თქვა რასაც დახარჯავ, მეტი მიიღო. ამ დროს უკვე სხვანაირად მუშავდა, როცა იცი რომ წამოწვევი მე და ნებისმიერ ეს თანხა ჩამერიცხება და მაინც ვიარსებებ. წააგებ თუ მოიგებ, არაფერი არ იცლება, ხო. ანუ როცა იცი რომ სხვა შეიძლება აღარ იარსებ და გაქრე, სხვანაირად მოქმედებ, ეს ძალიან ადამიანურია რა. რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანები პროფესიონალი მუშაობენ ქართულ კლუბებში, მაგრამ მე ვიძახი ზოგადად ტენდენციას რა. კი, თლიანობაში ეგრე არის. თქვენას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე იდეები ბევრ ადამიანს აქვს და საინტერესო იქნება დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი მსჯელობა, ტალანტი, სხვადასხვა თემები, ეროვნული ლიგა და ეროვნული ნაკრები, ასე შემდეგ, შეგვიფასეთ, კომენტარები დაწერეთ, კითხვები დაგვისვით, ან თუნდაც საომავლოდ რომელი პოზიციის ტალანტს ისურვებდით, ამას როგორც ხედავთ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენ სურვილებს. რა თქმა უნდა, მივადექით გათამაშებას და წესებს გაგაცნობთ. 1000 ლაიქზე მინიმუმ უნდა ავიდეს უეჭველი დღევანდელი ვიდეო, რომ ჩაირთოს გათამაშება და შემდეგ 10 თქვენგანი მოიგებს თქვენთვის სასურველ მაისურს. კლუბი ნაკრები რეტრო სულ ერთია. კომენტარებში დაფიქსირდებით და 10 საინტერესო კომენტარს ავარჩევთ მე და დიმა. დღევანდელი ვიდეო მოკლედ გავიდა ბოლოში, სულ ეს იყო დღეისათვის. კონჩეტევა სულ მალე განსაკუთრებული ტალანტით დაგიბრუნდებათ.